დღეს ზუსტად 2 წელი შესრულდა იმ დღიდან, როცა ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. მაშინ ეს იყო გარკვეული კრედიტი, არა ხელისუფლებისთვის, არამედ ქვეყნისთვის, ძალიან მკაფიოდ გვითხრეს. არა ერთჯერადი საჩუქარი, არამედ პოლიტიკური ნდობის ავანსი, რომელსაც უნდა ეშვა რეფორმები, პასუხისმგებლობა, ახალი ხარისხი სახელმწიფოს მმართველობაში. 2 წლის შემდეგ ამ თარიღს სხვა გემო აქვს. ეს ნამდვილად არ არის პროგრესის იუბილე. ეს არის დაკარგული შესაძლებლობის ანგარიში. იმ დროის განმავლობაში, როცა კანდიდატის სტატუსი უნდა ქცეულიყო ინსტიტუციების გამაგრების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური კონკურენციის დაცვის სამუშაო გეგმა ქვეყანამ საპირისპირო მიმართულებით იარა. სახელმწიფოს მანქანა უფრო დაიგეშა მოქალაქეების დასაჩაგრად, ვიდრე კორუფციის, უსამართლობისა და კრიმინალური გავლენების წინააღმდეგ საბრძოლველად. პოლიტიკა გადაიქცა ოპონენტებზე შურისძიების არენად, ხოლო ევროპული ინტეგრაცია დეკორაციად, რომელსაც საჭიროების მიხედვით ან ამოეფარებიან, ან წიხლს უთავაზებენ. კანდიდატის სტატუსს ერთი მარტივი აზრი, შინაარსი ჰქონდა. ევროპა გვეუბნებოდა და ახლაც ჯერ კიდევ გვეუბნება. ხედავ, გენდობი, მაგრამ მჭირდება მტკიცებულება, რომ ჩემთან ყოფნა მართლა გსურს, ჩემიანი ხარო. 2 წლის თავზე კი ეს სტატუსი იქცა უფრო ფორმალურ ნიშნად, ვიდრე რეალურ ტრაექტორიად. 2 წელია ქვეყანა იქცევა ისე, თითქოს მიზანი არა ევროპაში შესვლა, არამედ ევროპისგან, რაც შეიძლება შორს გაქცევა. დღევანდელი დღე მხოლოდ ხელისუფლების შეფასების თარიღი არ არის. ეს საზოგადოების სარკეცაა. თუ სახელმწიფო ინსტიტუტები დუმან, თუ უსამართლობას ყოველდღიურობად ვაქცევთ, თუ თავისუფლების დაპატარავებას მშვიდობის შესანარჩუნებელ საბედისწერო აუცილებლობად მოგვყიდიან, მაშინ კანდიდატის სტატუსის საბოლოოდ დარჩება როგორც ლამაზი წარწერა ცარიელ კარზე. დღეს კანდიდატის სტატუსი უფრო წარსულის დოკუმენტს გავს, ვიდრე მომავლის გზის მაჩვენებელს. ევროპა არ არის გეოგრაფია და არც დიპლომატიური ფორმულა. ეს არის წესრიგი, პასუხისმგებლობა და მოქალაქის პატივისცემა. და თუ ამ არჩევანს ყოველდღიური პოლიტიკის დონეზე არ ვაკეთებთ, მაშინ სტატუსი რჩება სიტყვად. ევროპისკენ მიმავალი გზა კი ჩახერგილად, ჩაკეტილად, ხოლო პასუხი კითხვაზე, სად მივდივართ, შემაშფოთებლად ცხადი ხდება.